დიახ ხალხო, დილამშვიდობისა, ირანს 14 საათი აქვს შეთანხმების დასადებად. წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპი სავარაუდოდ დაავალებს კიდევ უფრო მასშტაბურ დაბომბვას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. ვაშინგტონის დროით 20:00 საათზე, როგორც ეს დადგენილ ვადაშია მითითებული. გუშინ მან ჯეიმს ბრედის პრესის ოთახიდან ისაუბრა და კომენტარი გააკეთა იმ შედეგებზე, თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს. ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენი ეროვნული შეიარაღებული ძალების უზარმაზარი ძალის გამო, რომლის მიხედვითაც ირანში თითოეული ხიდი განადგურდება. ხვალ შუა ღამემდე ირანის ყველა ელექტროსადგური მცხოვრიდან გამოვა, დაიწვება, აფეთქდება და აღარასოდეს იქნება გამოყენებული. გულისხმობ სრული განადგურება შუა ღამემდე, ეს შეიძლება 4 საათში მოხდეს თუ მოვინდომებთ, ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ამ ბოლო საათებში ასე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მოდით კედელზე ვაჩვენოთ, ნახეთ რა სითხოვს ზევა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებისთვის. ობიექტები, ურანის ნულოვანი გამდიდრება, რაკეტებზე შეზღუდვები, ჰორმუზის სრუტის თავისუფლება და გახსნილობა და ირანის მხრიდან ისეთი ჯგუფების, როგორიცაა ჰეზბოლა და ხუსიტები, ხარდაჭერის დასრულება. ახლა ირანელები ითხოვენ გარანტიებს ახალი თავდასხმების წინააღმდეგ, სანქციების დასრულებას, ომის კომპენსაციას, ჰორმუზის სრუტეში ახალი გადახდების სისტემას და რეგიონიდან ამერიკული ბაზების გაყვანას. პრეზიდენტმა შაბათ-კვირას მითხრა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს. მან მითხრა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. ისინი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებენ. ეს იმდენად მარტივია, რომ უკვე დათმეს. უმეტესობა პუნქტებისა უკვე დათმობილია. ახლა დიპლომატიაზე საუბრის ფონზე ვრცელდება დეტალები ირანში ავიატორის გადარჩენის შესახებ. წყაროებმა Fox News უთხრეს, რომ ოპერაციის დროს CENTCOM-ის მეთაურმა ადმირალმა ბრედ კუპერმა ირანის რევოლუციური გვარდიის შტაბ-ბინაზე შეტევა ბრძანა. თეირანთან ახლოს მდებარე მიწისქვეშა ობიექტში. შეტევა განხორციელდა B2 ბომბდამშენებით, რომლებიც ბანკერების გამანადგურებელ ბომბებს იყენებდნენ. ბომბები, როგორც ოპერაცია Midnight Hammer-ში და შტაბ-ბინა განადგურდა. ჯენიფერ გრიფინი Fox-თან დეტალურად აღწერა, რომ მისია 2 ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციას შორის იყო განკარგული და იმ დროს ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ეს ბომბდამშენები პირდაპირ შეერთებული შტატებიდან გაფრინდნენ ამ მისიაზე, ასე რომ აქ ბევრი ფაქტორია ჩართული. და ამ დროს ირანელები აგზელებენ ბალისტიკური რაკეტებისა და ფთოსანი რაკეტების გაშვებას ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით. და მოსალოდნელია, რომ ეს თავდასხმები გაგრძელდება მომდევნო საათებსა და დღეებში. ბოლო საათებში რეგიონი 2 განსხვავებული გზის წინაშე დგას. ერთი გზა არის დიპლომატია და ესკალაციის შემცირება. ხოლო მეორე გზა არის ეუმენგოას თავდასხმები ირანში კრიტიკულ ინფრასტრუქტურებზე. მეგობრებო, კარგია. ტრეიანგსტი ჩვენთვის პირდაპირ ეთერშია. მადლობა, დიდი მადლობა ღმერთმა დაგლოცოს. დილამშვიდობისამეთ. მადლობა. დილამშვიდობისა გრიფ. AP და სხვა მედიები უცხებიან, რომ ეგვიპტელმა, პაკისტანელმა და თურქმა შუამავლებმა აშშ-ს წინადადებები წარუდგინეს. და ირანი გამოდის 85 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით, რომელიც მოიცავს ჰორმუზის სრუტის გახსნას, რომელიც მდებარეობს სპარსეთის ყურეში. ეს წინადადება გუშინ ღამით გაგზავნეს შეერთებულ შტატებსა და ირანს. სრუტე გახდა მშვიდობისთვის ცენტრალური მნიშვნელობის, რადგან ირანი გავლენას ახდენს ვაჭრობაზე და გემებზე, რომლებიც იქ გადიან. გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს გააფრთხილა, რომ დღეს საღამოს 8 საათამდე აქვს ვადა მოლაპარაკებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ შეიძლება შეერთებული შტატების მხრიდან თავდასხმები იყოს. პრეზიდენტმა დაწერა, სამშაბათი იქნება ელექტროსადგურის დღე და ხიდის დღე. ყველაფერი ერთ დღეს ირანში. ამის მსგავსი არაფერი იქნება. მალე გახსენი ეს წყეული. სრუტე შეგიჟო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებ. უბრალოდ დაელოდე და ნახალ. ალახი დიდებულია პრეზიდენტო დონალდ ჯი ტრამპი. ახლა შაბათ-კვირას პირადად შევხვდი აქ დოქტორ სანვარ გარგაშს. მას მის ოფილს ეძახიან. ის ადგილობრივ პრეზიდენტს აძლევს რჩევებს. დოქტორ გარგაშმა თქვა, რომ თუ აშშ-ს სწორ გეგმას წარადგენს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქვეყანა, სადაც ვიმყოფებით, შეუერთდება შტება შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტეში ძალის გამოყენებაში. დოქტორ გარგაშმა თქვა, ჩვენ არ ვიმოქმედებთ როგორც საზღვაო ძალა, მაგრამ ხარს დაუჭერთ ნებისმიერ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელსაც ემიგოა უხელმძღვანელებს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ. გარდა ამისა, დოქტორ გარგაშმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს და ქვეყანა მზად არის ბრჭყალებში გააორმაგოს თავისი ძალისხმევა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში ახლა. გრიფი. მეტპინი პირდაპირ ეთერში დუბაიდან, მეც. დიდი მადლობა. და ამასთან მივესალმებით Fox News-ის თანამშრომელს ბაირონ ნიუ-იორკს, რომელიც შემოგვიერთდა. ბაირონ, დილამშვიდობისა. მიდით პირდაპირ იმ საკითხზე, რაზეც მეტპინი საუბრობდა ამ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ხდება ზიგრატიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული და თამამის სამაშველო მისიის ფონზე.
მართლა აჩვენებს ირანს, რომ არაფერია, რაც ჩვენ წარმატებით ვერ შევძლებთ. გააკეთე. როგორ ფიქრობთ, საით მიდის მოვლენები? კარი, სამაშველო მისია უზარმაზარ გზავნილს აგზავნის, როგორც ჩვენს მტრებს, ისე ამერიკულ ძალებს. მტრებისთვის ეს აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შეუძლია ნებისმიერ ადგილას მიაღწიოს და ყველაფერი გააკეთოს. და ჩვენი ძალებისთვის ეს აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ყოველთვის შენთან არიან და შენს გვერდით დგანან. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილია ჯარისკაცებისთვის გადასაცემად. ეხლა რაც შეეხება იმას, რაც ხდება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გზავნილი აღდგომის დილას აშკარად ემუქრებოდა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს. ხიდებზე თუ არ იქნებოდა თუ ისინი არსებითად არ გახსნიდნენ სრუტეს, ან სულაც ხვალ საღამოს აღმოსავლეთის დროით 20:00 საათამდე. ახლა გასულ კვირას პრეზიდენტი საუბრობდა სხვა ქვეყნების ჩართვაზე და იმაზე, რომ ისინი გააკონტროლებდნენ სრუტეს, თუ ის ხელახლა გაიხსნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამ საკითხში საკმაოდ დიდ გაურკვევლობას ინარჩუნებს. და კარგი, მე ვფიქრობ, რომ ირანელებს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რას გააკეთებს ის სინამდვილეში. კარგი, და ის ნამდვილად საკმაოდ პირდაპირი და გულახდილი იყო თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. გუშინ. დიახ. მაგრამ შენ საუბრობ გზავნილებზე, ბაირონ, და მე ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესოა. როგორ ფიქრობ, რა გზავნილს უგზავნის ეს ნატოს? რადგან შენ საუბრობ სხვა ქვეყნების ჩართულობაზე და მე ვფიქრობ, რომ არის ფლაიშერმა გუშინ მართლაც გამორჩეული პოსტი გააკეთა, სადაც თქვა, რომ ნატო შეიძლება აღარასდროს იყოს იგივე. საერთო ჯამში მან აღნიშნა, რომ ნატო აღარასდროს იქნება იგივე, რადგან დასავლეთის ქვეყნებმა, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი, ვალდებულებები არ შეასრულეს, მაშინ როცა აღმოსავლეთის მხარემ შეასრულა. პოლონეთმა კი თავის ემშეფეთან შედარებით თავდაცვაზე უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა. დიახ, არის პოსტებმა მთელი რიგი დისკუსიები გამოიწვია, მაგრამ აშკარად ის ამბობდა, რომ ზოგიერთმა დასავლეთ ევროპის ნატოს ქვეყანამ, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, როდესაც თავდაპირველად უარი თქვეს ამ საკითხში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაზე, რეალურად ძალიან ცუდი პრეცედენტი შექმნეს საკუთარი თავისთვის. და აქაც კიდევ ერთხელ, პრეზიდენტი ტრამპი არ სთხოვდა მათ ჯარის გაგზავნას. ის არ ითხოვდა, რომ ისინი მონაწილეობდნენ თავდასხმებში. ის ითხოვდა გადაფრენის უფლებას და საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას, რომლებსაც შეერთებული შტატები ფაქტობრივად უკვე აფინანსებს. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებმა უარი თქვეს თანამშრომლობის ამ დონეზეც კი. არის ფლაიშერი ამ ქვეყნებს ადარებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებმაც ბევრად უფრო ახლო წარსულში საბჭოთა დომინაცია გამოსცადეს და კარგად იცოდნენ, რას ნიშნავდა ეს. ეს იგივეა, როცა მტერი ძალიან ახლოს ხავს და ის სტრატეგიულად თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან. ამიტომ, რასაც ფლაიშერი ამბობდა, ის იყო, რომ ნატოში შეიძლება მოხდეს ცვლილებები, ძალაუფლების ცვლილება ან რაიმე სახის ცვლილება. მაგრამ ნატოში რაღაც ხდება. დღეს 13:00 საათზე პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე მეტი ინფორმაცია გვექნება. ბაირონ ნიუ-იორკ, მადლობა დროის გამოყოფისთვის, მადლობა.